წარდგე დღეს თქვენს წინაშე როგორც საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატი. დასაწყისისთვის სულს მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ჩემი კანდიდატურის წარმოდგენისთვის. ამას არაპირად შესაძლებლობად, არამედ თითოეული თქვენგანისგან და მთლიანად საზოგადოებისგან ისეთ ნდობა დაგვიქვამ, რომელიც მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას, პატიოსნებასა და საჯარო სამსახურის მიმართ ჩემს სულყევ ერთგულებას. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ცოდნე ყავლაშვილს, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია. ჩემი კანდიდატურა ეფუძნება საჯარო სამსახურში თითქმის 20 წლის გამოცდილებას რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე. ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები, ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით, პროკურატურის თითოეული თანამშრომლით და ამ ტრიბუნიდანაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც მოქმედებს აღმასრულებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად. ეს თანამდებობა არ არის სიმბოლური და ამ თანამდებობაზე საქმიანობა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების და ფინანსური დისციპლინის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.